მერის გარეშე დარჩენილი ქალაქი დაახლოებით 2 თვეში თბილისის ახალ თავს აირჩევს. რამდენიმე კანდიდატურა უკვე ცნობილია. მათ შორის არის მმართველი გუნდის მიერ დასახელებული დავით ნარმანია, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი. 17 წლის იყო, როცა თბილისში ჩამოვიდა ზუგდიდიდან სოფელ კოკიდან. ამბობს, რომ განსაკუთრებული გაუცხოება არ ქონია, რადგან თბილისს აქვს უნარი ისე დახვდეს სტუმარს, როგორც მას ეკადრება. ნახოთ, როგორი მასპინძლობა იცის თავად მინისტრმა და მერობის კანდიდატმა. დღეს ჩვენ დავით ნარმანიასთან მივდივართ სტუმრად. მოგესალმებით, შეიძლება? გამარჯობა. არა, მიშავს როგორ ახართ? თავად როგორ გეკითხოთ? შვენიერი სახლია. დიდი ხანია ბატონო დავით აქ ცხოვრობთ? არა, პრინციპში 2008 წლიდან ძალიან დიდი ხანიც არ არის. მინისტრობის შემდეგ შეიძინეთ რაიმე ესეთი მნიშვნელოვანი? განსაკუთრებული არაფერი, დაბრძანდით. მადლობა. ისი ამბობენ, ჩემი სახლი, ჩემი ციხესიმაგრეა, რამდენად არის დაცული თქვენი სახლი? რაც ჩემი სახლიც ჩემი ციხესიმაგრეა, იმიტომ რომ ჩემი ცველები აქ არიან ოჯახის წევრები, რომლებიც ასე ვთქვათ, ყოველთვის ჩემს გვერდით არიან და ყოველთვის მიხარია ოჯახში მოსვლა, იმიტომ რომ სხვა სიხარულეა, როცა ორი პატარა მეუღლე ოჯახში გვხვდება და გეგებება. თუმცა არ არიან დაცულები ის ადამიანები, ვინც საზღვრისპირა რეგიონებში ცხოვრობს. ახლა თქვენ როგორც რეგიონული განვითარების მინისტრი, იცით მათი პრობლემების შესახებ. ეს არის კოკო, ხო? ეს არის კონსტანტინე უფროსი, როგორც ვიცი. კონსტანტინე, გამარჯობა, როგორ ხარ? მამიკოს ხშირად ხედავ ხოლმე ტელევიზიით, ხო? იცი მამიკო ვინ არის? ვინ არის მითხარიება? ვინ არის? ეს ხომ არის ვიცი, მაგრამ უთხარი მამიკო ვინ არის? სად მუშაობთ მამიკო, იცი? სად? სამინისტროში, მშვენიერი ვიცი ხარ. სამინისტროს სახელიც იცის. აბა უთხარი რომელი სამინისტროა? ინფრა? სო, ეგ არის ინფრასტრუქტურის. შენ ბაღში დადიხარ, კოკო? მამიკოს მიყავ ხარ ხოლმე ბაღში? კიდევ სად დადიხარ მამიკოსთან ერთად? კვირაობით საღიდლებს. კი ბატონო, დავით, თქვენი სახლი კი არის დაცული, მაგრამ რამდენად დაცულია იმ ადამიანების კარმიდამო, ვინც საზღვრისპირა რეგიონებში ცხოვრობს, მავთულხარდების გაბმის გამო ძალიან ბევრის სახლი და უძრავი ქონება აღმოჩნდა. მავთულხარდების მიღმა თქვენ ამ პრობლემას საკმაოდ კარგად იცნობთ, ბევრჯერ იყავით ჩასული რეგიონში. რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზული პრობლემაა, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვისი ტერიტორიაც გაყოფილია მავთულხარდებით. ერთი კატეგორია იქით ამ მხარეს არის, მეორე ნაწილი ამ ადამიანების აქეთ მხარეს არიან, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, დაცვის თვალსაზრისით და ის, რომ ეს ადამიანები თავისუფლად გადაადგილდებოდნენ, ამის შეზღუდვები ნამდვილად არსებობს და მხოლოდ ეს არ არის შეზღუდვა, ამან შემდგომ უკვე წარმოშვა სოციალურად დამძიმებული ფონი უჭერთ და ამიტომაც გადაწყვეტა ჩვენმა მთავრობამ გასულ წელს სპეციალური სახელმწიფო კონსილია შეიქმნა და ამ კონსილიის ფარგლებში ყოფითი პრობლემები რაც თავაზობ კონკრეტულად შეგიძლიათ მოგვეგვარებინა. ეს არის ზამთრის სეზონზე სათბობით უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხი. ეს არის უპრეცედენტო პროგრამა გაზმომარაგებისა, რომელიც დაიწყო და პროექტირების სამუშაოები მალე სრულდება, რომელსაც შემდგომ გაზის შეყვანა მოყვება უფასოდ თითოეულ ოჯახს. ეს არის ის 13 ამბულატორია, 40-ზე მეტი სოფელია საბოლოო ჯამში გამყოფი ხაზის მიმდებარედ. ეს არის სოფლის ამბულატორიები, ეს არის ცალკეული კატეგორიის გზების შეკეთების სამუშაოები, 9 სოფელში ჭაბურღილები, რომელიც კეთდება, განათლების დაფინანსების კომპონენტი და ბევრი სხვა ღონისძიებები, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამები, რომელიც ხორციელდება, ორიენტირებულია იქითკენ, რომ ამ ადამიანების ყოფითი მდგომარეობა ეს პროცესი, ბორდერიზაციის პროცესი ისევ გრძელდება, ხო, როგორც ვიცით? არის ცალკეულ შემთხვევებში გამოვლინება იმისა, რომ აგრძელები მავთულხარდების გაბმა, შემდგომ გაჩერდებიან და ასე შემდეგ, არაპროგნოზირებადი მდგომარეობა ამ თვალსაზრისით. თუ აქვს სახელმწიფოს ინფორმაცია, კიდევ რამდენი სოფელი შეიძლება გაიხლიჩოს ორად აი ამ მავთულხარდების გამო? რო გითხრათ, რომ რაღაცა ლოგიკურ პროცესებში ჯდება ეს ყველაფერი ან რაღაცას ექვემდებარება, რომლის საფუძველზე შეიძლება პროგნოზის გაკეთება, ესეთი რამ ნამდვილად არ არის, თუმცა ის რაც მოსახდენი იყო მოხდა ამ შემთხვევაში, ანუ მავთულხარდები გაბმულია დიდ ნაწილში ადამიანების, ასე ვთქვათ,
სოციალურ ფაქტორზე ამ ყველაფერმა იმოქმედა, ამაზე რთული არ ვიცი მე რა შეიძლება იყოს აქედან გამომდინარე. არ ამგონია რომ კიდევ უფრო დამძიმდებთ მდგომარეობა, მაგრამ ჩვენი ვალია ამ შემთხვევაში და ჩვენი პოლიტიკაა რომ მაქსიმალურად ხელი შეუწყოთ ადამიანების, ასე ვთქვათ, ცხოვრებას, მათ უკეთეს გარემოს, მათ უკეთეს ცხოვრებას და ეკონომიკური საზრდოობების შევთავაზოთ ორივე მხარეს, რომ ამ ეკონომიკური საზრდოობების გამოყენებით მათ შორის ურთიერთობა დათმეს. თუმცა მოკლე ხანში მოგიწევთ მინისტრობის პოსტის დატოვება, იმის გამო რომ ხართ მერობის კანდიდატი. ხომ არ გწდებათ გული რომ მინისტრობას უნდა დაემშვიდობოთ? ერთ-ერთმა თქვენმა კოლეგამ დღეს მკითხა რომ სულ მოუთმენლად ველოდებით მაისის თვეს როდის დატოვებ თანამდებობას და მე ვთხარი რომ ეს თქვენი ასე ვთქვათ მოულოდნელობა უფრო ადრე იქნება, ანუ აპრილის თვეში დავტოვებ მე. და ჩემს კოლეგას რატომ სურდა ასე ძალიან რომ თქვენ თანამდებობა დაგეტოვებინათ? მე არა, უბრალოდ თემა იქმნებოდა ამით და ამიტომ ასე ვთქვათ და არა ის რომ მე დამეტოვებინა თანამდებობა, თუმცა ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ მე სრული 2 თვე მქონდეს წინასაარჩევნო კამპანიის საწარმოებლად, ისე როგორც ეს ჩვენ გუნდსა აქ დაგეგმილი და არა მხოლოდ მე, არამედ ის ადამიანები, რომლებიც ჩემთან ერთად წარსდგებიან დედაქალაქში მოსახლეობის. გული არ გეთანხმებათ, არ ფიქრობთ ხოლმე რომ ვერ გაიმარჯვოთ მერობის არჩევნებში? რა იქნება შემდეგ? წაგებაზე ნამდვილად არ მიფიქრია, ისევე როგორც არადროს არ ფიქრობ წაგებაზე, ყოველთვის ფიქრობ გამარჯვებაზე, ამიტომ ნებისმიერი ნაბიჯი, რომელსაც ვდგამ, სწორედ გამარჯვებისკენ არის ორიენტირებული და ყველა ნაბიჯი იკეთება. რა თქმა უნდა, საფრთხეების ანალიზი კეთდება და ვაკეთება მას ყოველთვის, მაგრამ ასე ვთქვათ, წაგების შესაძლებლობა ამ შემთხვევაში არ არსებობს. რაც შეეხება იმას, რომ გული დამწყდება, გული ნამდვილად დამწყდება იმაზე, რომ რეგიონებში, ასე ვთქვათ, იმდენი აქტიურობა რაც მქონდა, აღარ მექნება და კომუნიკაცია, თქვათ, რეგიონებთან იმდენად აქტიურად აღარ მექნება. მე ძალიან მიყვარს მთელი საქართველო და მათ შორის საქართველოს რეგიონები, თუმცა ახლა ის ეტაპი დადგა, როცა უფრო დედაქალაქისკენ. ისე გასაგებია, რომ სამეგრელოში ალბათ ყოველთვის ძალიან დიდი სითბოთი სიყვარულით ხდებოდნენ, იმიტომ რომ იქიდან ხარ წარმოშობილი. კახელები როგორ ხდებოდნენ ხოლმე საინტერესოა. არა მხოლოდ სამეგრელოში, კახეთიც, რაჭაც, გურიაც, იმერეთიც, შიდა ქართლიც, ყველა კუთხე, ასე ვთქვათ, ჩემთვის თანაბრად საყვარელი, ისევე როგორც იმ ადამიანებისთვის მე თანაბრად პატივსაცემი ვიყავი და ეს პატივცემა გამოიხატებოდა იმ სითბოში, რომელსაც ეს ადამიანები გამოხატავენ შეხვედრის დროს და იმ, ასე ვთქვათ, ყურადღებაში, რომელსაც ისინი იჩენდნენ ჩემს მიმართ და იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ჩემთან ერთად დადიოდა და აკეთებდა საქმეს. თავარი თქვენი ოპონირებისას, როცა მერობის კანდიდატურაზე არის ხოლმე საუბარი, თქვენი ასე ვთქვათ, ოპონენტებს რის გამოც თქვენ არ მოწონხართ, არის ის, რომ არ ხართ თბილისელი. 17 წლის იყავით, როცა თბილისში ჩამოხვედით სამეგრელოში. არც დანაშაულია და არც ნაკლი არ არის, თუმცა აბსოლუტურად სწორია 17 წლის ვიყავი, როცა ჩამოვედი და 18 წელია დედაქალაქში ვცხოვრობ 35 წლის უკვე. გავხდი რამდენიმე დღის წინ და ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, რამ ვიცი დედაქალაქის შესახებ, ძალიან ბევრი რამ მაქვს ნაფიქრი აქამდეც და ძალიან საინტერესო მოსაზრებები მაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ განვავითაროთ დედაქალაქი და ეს ყველაფერი აისახება. ანუ გამოდის, რომ სოფლიც კარგად იცით და ქალაქიც კარგად იცით. უნივერსალი ხართ ფაქტობრივად? არა, უნივერსალი ნამდვილად არა ვარ და ესე არ ვფიქრობ, თუმცა სოფლის პრობლემები რაც სხვა სპეციფიკის არის და რეგიონების პრობლემები სხვა არის, ვიცი, ისევე როგორც დედაქალაქის, როგორც ურბანული დასახლების პრობლემატიკა გაცილებით განსხვავებულია სოფლებისგან და აქედან გამომდინარე, ასე ვთქვათ, დედაქალაქის საჭიროებებიც ძალიან კარგად ვიცი. ჯიგრიანობასაც გიწუნებენ ხოლმე ხშირად. შეგიძლიათ მაჩვენოთ რამე თქვენ სახლში, რაც თქვენს ჯიგრიანობაზე მიუთითებს? რა ვიცი, შემიძლია ვთქვათ, თოფი არ არის გაჩვენოთ, შემიძლია გაჩვენოთ, ვთქვათ, სასმელების კოლექცია, რაც მიყვარს და ასე ვთქვათ, რა გიყვართ განსაკუთრებით? მე თვითონაც გააჩნია სეზონს გააჩნია მდგომარეობა შეიძლება თქვათ რაღაცა პერიოდში ღვინო უფრო მისაღები იყოს, რაღაცა პერიოდში სპირტიანი სასმელი და ასე შემდეგ. თუმცა მე ასე თქვათ თავის მახლების რეჟიმში არ მინდა ვიყო, მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც ჩემს გვერდით არიან და წლების განმავლობაში მიცნობენ, იმათ ძალიან კარგად იციან, ასე თქვათ, ჩემი ჯიგრიანობის შესახებ. ბევრს ვამთ ხოლმე? გააჩნია სიტუაციას, თუმცა ამ ბოლო პერიოდში ნამდვილად არა მოცლის, ასე ვთქვათ, შესაძლებლობა არ მაქვს, რომ ადამიანებთან ერთად საათობით დავჯდე და სუფრაზე დრო ვატარო. გაქვთ განსხვავებული სასმისი?
რა თქმა უნდა, განსხვავებული სასმისი გვაქვს, ყანწიც გვაქვს, ფიალები და ასე შემდეგ. ანუ ფიქრობთ, რომ საკმარისი ჯიგარი გაქვთ იმისთვის, რომ ხალხმა ხმა მოგცეთ თბილისის მერობის. ეს ჯობია ხალხმა შეაფასოს, როგორი, ასე ვთქვათ, შესაძლებლობები მაქვს, მე როგორი მიდგომები მაქვს და აქედან გამომდინარე ჯობია მათ გააკეთონ ეს არჩევანი და რა თქმა უნდა ეს არჩევანი მათია, ვერავინ ვერ წაართებს, ამიტომ ჩვენ ვაპირებთ, რომ ძალიან გულღია ვიყოთ არჩევნებზე, ჩვენ არ ვაპირებთ, რომ არჩევნებზე ვიყოთ გადაბრანჭულები, ჩვენ არჩევნებზე წარვდგებით ისეთები, როგორიც ვართ. ვიცი რომ ნადირობა გიყვართ და გაქვთ კოლექცია შეიძლება ეწოდოს იარაღის. არა, კოლექცია ნამდვილად არ არის, მაგრამ სანადირო და თავდაცვითი საშუალებები, რა თქმა უნდა. ისე ამბობენ ხოლმე, რომ მონადირეები ხშირად ცრუობენ. თქვენ თუ გითქვამთ ტყუილი ნადირობასთან დაკავშირებით. მე ვერ ვიტყვი, რომ მე ვარ მონადირე, მე უბრალოდ მიყვარს ნადირობა, მაგრამ ის რომ თქვათ რაღაცა გავაზვიადო, ან ზედმეტად გადავაჭარბო, ესეთი რამ ნამდვილად ასე თქვათ არ მქონია, თუმცა მომისმენია და ქვეტექსტს ყოველთვის ეტყობა ხოლმე, მაგრამ ეს ქართული მონადირეობისთვის დამახასიათებელი ალბათ რაღაცა კატეგორიის მონადირეებისთვის, მაგალითად ვთქვათ, მომისმენია ესეთი ისტორია, როცა ადამიანს უთქვია, რომ მოკლა ისეთი რამ, რაც საქართველოში ბუნებაში არ არსებობს. ეს არის ჩვეულებრივ, ასე ვთქვათ, ორლულიანი თოფი 12 კალიბრის, ოღონდ ეს არის სპეციალურად დამზადებული თოფი და მას უწერია პასპორტში, რომ ეს არის ცალობით დამზადებული, ეგრეთ წოდებული შტუჩნი, როგორც ეს ვთქვათ, მაშინ იცოდნენ, ამას უკეთდება იგივე ღვედი, რომელიც აქ მის შეიძლება რომ ავიღოს ქალს შეიძლება რომ ანდოთ თოფი? განდობთ, რადგან შიგნით არდევს. ტყვია. ტყვია. ბატონ დავით, პოლიტიკურ, ასე ვთქვათ, მტრებზე თუ გინადირიათ? პოლიტიკურ მტრებზე მინადირია ენით და არა თოფით. ისე თქვენს პოლიტიკურ ოპონენტებში თუ არიან კარგი მონადირეები, ხსმენიათ, რომ ვიღაცა განსაკუთრებული მონადირია მათ შორის და ეს რაღაცა უფრო პატივისცემით ხომ არ განგაწყობთ ხოლმე მათ მიმართ? ძალიან განსაკუთრებული არ ამგონია არაფერი მსმენია ამის შესახებ, მაგრამ ალბათ რაღაცა იქნება. აი ბოლოს როდის იყავით სანადიროთ? თქვა? კი, უნდა თქვათ. ალბათ ერთი წელიწადნახევრის წინ იმდენად ასე თქვათ დროის დეფიციტი მაქვს, რომ ნამდვილად ვეღარ მოვიცალი ბოლო პერიოდში. აი ამ მონატრებას სურვილს ნადირობისას რითი იკმაყოფილებთ ხოლმე? ესე გამოგაქვთ თოფი რაღაცა გაშლით, ამოწმოთ ყველაფერი მწყობშია თუ არა? რაღაცა დავხედავ ხანდახან და შევინახავ შენ. ისე ერთიც მინდა კითხოთ, სანამ თოფი შეინახავთ, ამბობენ რომ ძალიან იშვიათად, მაგრამ ზოგჯერ ცარიელი თოფიც კი ისვრის მართლა? ცარიელი თოფი, რა თქმა უნდა, არასდროს არ ისვრის, ეს უბრალოდ გამოთქმაა იმისათვის, რომ თოფი ყოველთვის უნდა შემოწდეს ხელში, რომ აიღების აუცილებლად უნდა გადახსნა, ნახო შიგნით დევს თუ არა რამე და შესაბამისად მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო მისი გამოყენება. ისე ამბობთ, რომ პოლიტიკურ მეტოქეებზე მხოლოდ ასე ვთქვათ, საუბრით თუ მინადირეო, მაგრამ ფაქტია, რომ ახლა ვინ ყავთ მიზანში ამოღებული არჩევნებისთვის მითხარით პირდაპირ? არც ახლა არ ვაპირებ, რომ თოფით ვინადირო, ახლაც სიტყვით და საქმით ვინადირო და იქნება სამის და ის ვინც იქნება ოპონენტი. წავიდეთ სამზარეულოში. ჩაიზე გაგიმასპინძლეთ. სიამოვნებით დავლევ მინისტრის მოდუღებულ ჩაის. აქვე ბიბლიოთეკაც გაქვთ ხო ბატონ და ეკონომიკური ლიტერატურა ჭარბობს თქვენთან? ეკონომიკური ლიტერატურა აქეთ ამ მხარეს არის ნაწილი სამსახურში, ეს სხვა შორის თქვენი წიგნებია, ნაჩუქარი არ გეგონოთ, ოღონდ ნაყიდია საკუთარი შემოსავლით, აქ არის ხატები, ბიბლია, მათ შორის ერთ-ერთი უწმინდესის ნაჩუქარია, ჩემი მრჩევლების ნაჩუქარი ბიბლია და აქ არის ეს თქვენ პატარა კუთხე ხატების. სამზარეულოში ალბათ მოუცნელობის გამო იშვიათად შემოდიხართ ხოლმე. სამზარეულოში იძულების წესით დილას შემოვდივარ, იმიტომ რომ ყველაზე ადრე ვდგები და მიყვარს დილას საუზმე, იმიტომ რომ მე მთელი დღე შეიძლება ვერ მოვიცალო, აქედან გამომდინარე, როგორც წესი ჩაის მე თვითონ ვიდუღებ დილას და საკუთარ თავს ვემსახურები. ესე ამ ჩაისთან დაკავშირებით სულ მახსენდება ხოლმე სააკაშვილმა შევარდნაძის ჩაი რომ დალია მის ტრიბუნასთან.
და შესაბამისად ნაციონალების კრიტიკა, რომელიც უკვე ბოლო მას შემდეგ რაც ministri ხართ, ფაქტობრივად ისმის თქვენი მისამართით, შეჩერებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით, შეჩერებულ მშენებლობებთან, ტენდერებთან დაკავშირებით. გასაგებია ერთის მხრივ თქვენთვის არ არის მისაღები მათი კრიტიკა, მაგრამ ზოგადად რაღაცა ისეთი პიარით ნაკლებია, იცით, თქვენს მიერ შესრულებული სამუშაოების არ მეთანხმებით? მე ვფიქრობ, რომ ჩვენს მიერ შესრულებული სამუშაოების პიარი არ ჭირდება, სამუშაოები თვითონ აჩვენებენ ამ ყველაფერს, რადგანაც საზოგადოება ხედავს იმას, რასაც ჩვენ ვაკეთებთ საქართველოს რეგიონებში. მიუხედავად იმისა, რომ ასე ვთქვათ, საკმაოდ ბევრ საუბრობს ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები იმაზე, თუ რას არ ვაკეთებთ, ჩვენ და რატო არ ვაკეთებთ, ჩვენ იმაზე მეც ვაკეთებთ, ვიდრე მათი მმართველობის პირობებში ხორციელდებოდა. არც ერთ წელს 650-655 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სამუშაოები მათ არ შეუსრულებიათ და ჩვენ 800 მილიონ ლარამდე ღირებულების სამუშაოები შევასრულეთ 2013 წელს და ხალხმა ძალიან კარგად დაინახა ის მიდგომები, რა მიდგომებითა ჩვენ მუშაობთ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი წინააღმდეგობა იყო რეგიონებში, იყო საბოტაჟი, როცა გადმობარებულ პროგრამებში ძალიან ბევრი პრობლემები დახვდა, ჩვენ მაინც მოვახერხეთ ის, რომ მეტი საქმე გავაკეთეთ 2013 წელს. საყიდურობენ ხოლმე, რომ წყალტუბოში შეაჩერეთ, ხო? გარკვეული ინფრასტრუქტურული პროექტები. იყო საუბარი, უნდა განხორციელებული იყო თუ არ ვცდები 650 მილიონი ლარი უნდა დახარჯული იყო და ეს არის ზღაპარი, რასაც ისინი ამბობენ და თვითონაც არჯერათ ამ ზღაპრის, უბრალოდ უნდათ რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. წყალტუბოში იყო გათვალისწინებული პარკის გაკეთება, წრიული გზის გაკეთება და სხვა სამუშაოები პროექტებში ჩვენი ძალიან ბევრი ხარვეზი დაგხვდა და კომპანიები, რომლებიც მათ მიერ იყო შერჩეული, იყვნენ პრობლემური კომპანიები, ეს არის კომპანია სანი, ეს არის კომპანია აზერტუნელი, რომლებმაც პრობლემები შეგვიქმნეს. ჩვენ თვითონ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვინდოდა ამ პრობლემების შექმნა და ჩვენ მოგვიწია სატენდერო პროცედურების ხელახლა გავლა იმისათვის, რომ ასე ვთქვათ, შემდგომ გაგრძელებულიყო ეს სამუშაოები იქ მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, მაგრამ ის მასშტაბი, რაზეც ისინი საუბრობენ, ეს არის ზღაპარი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. ისე სამზარეულოში ყველაზე საინტერესო საუბრები დგება ხოლმე. თქვენ თუ საუბრობთ ხოლმე თქვენს თანაგუნდელებთან, ან შეიძლება თქვენს ოჯახის წევრებთან პოლიტიკაზე სამზარეულოში? არა, რა თქმა უნდა, სამზარეულოში ძალიან ცოტა დროს ვატარებ, ეს არის გვიან ღამე, როცა სახლში მოვდივარ და ასე ვთქვათ, ამ დროს მეუღლე არის, რა თქმა უნდა, ეს არის დილას ადრე სამსახურში წასვლენ და როცა სამზარეულოში მარტო ვარ და აქედან გამომდინარე ვერ ვახერხებ კომუნიკაციას სამზარეულოში. ისევ წყალტუბოსთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, თქვენ ახსენეთ, რომ წინა ხელისუფლება, მოკლედ უსამართლო ტენდერებს ატარებდა, ხდებოდა ისეთი კომპანიების შერჩევა სამუშაოების შესასრულებლად, რომლებიც არ იმსახურებდნენ, ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, არ იმსახურებდნენ ამას. თუმცა ბოლოდროინდელი სკანდალი, რომელიც უკავშირდება დევნილთა დასახლებას ყოფილი საავადმყოფოს შენობაში, ხო? თქვენ და დევნილთა დასახლების მინისტრმა შეასახლეთ ისინი და შემდეგ ქარი იყო და სახურავი გადახადა. თქვენ არ შეარჩიეთ ეს კომპანია, რომელიც ეს არ არის ჩვენს პირობებში შერჩეული კომპანია, ეს არ არის, ესე ვთქვათ, პრობლემა, ეს იყო ერთი რაღაცა ცალკეული შემთხვევა, მაგრამ არა უშუალოდ ჩვენ სამინისტროსთან ან ჩვენ საქმიანობასთან დაკავშირებული, ეს იყო წინა მმართველობის პირობებში გაკეთებული და სხვა შორის ძალიან ბევრი ესეთი ხარვეზებით შესრულებული სამუშაოები გვაქვს. ყველა თქვა ბათუმში სადაც დევნილთა სახლებია გაკეთებული, არ არის შესაბამისი ნესტ-დამცავი გარსი გაკეთებული ამ შენობებისთვის და ჩვენ ახლა მოგვიწია ამაზე გადაწყვეტილების მიღებამ და ახლა ვაკეთებთ ამას დამატებით. სხვა შემთხვევაში ეს შენობები ძალიან მალე გამოვა წყობრიდან, აქედან გამომდინარე ბევრი მათ მიერ დაშვებული შეცდომის და ხარვეზის გამოსწორება მოგვიწია და ამ მასალების საგამოძიებო ორგანოებში გადაგზავნა. ბატონ დავით, როგორ ფიქრობთ, ვინ იქნება თქვენი შემცვლელი რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტზე? ამის შესახებ გადაწყვეტილების მიღება პრემიერ-მინისტრის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა. მიმდინარეობს კონსულტაციები, მაგრამ ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული, როცა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რა თქმა უნდა, საზოგადოებისთვის ეს გახდება ცნობილი. მეზობლებთან როგორი ურთიერთობა გაქვთ? შემოდიან ხოლმე ჭიქა, ყავაზე, ჩაიზე, იცნობთ თქვენს მეზობლებს? რა თქმა უნდა, მეზობლებს ვიცნობთ, იმიტომ რომ ეს კორპუსი რაც გაკეთდა
იმის შემდეგ ჩვენ აქ ცხოვრობთ 2008 წლიდან, შემდგომ სხვა მეზობლებიც ზოგიერთი მათგანი ჩვენთან ერთად შემოვიდა გადმოსახლდა, ზოგიერთი მათგანი ცოტა მოგვიანებით და ასე შემდეგ, როცა ასე ვთქვათ მეცალა ბინათ მესაკუთრეთ ამხანაგობების, ასე ვთქვათ, შეგრებებსაც ვესწრებოდი ხოლმე და აქედან გამომდინარე, ძირითადად ყველას ვიცნობ. ყავს ესეთი ცნობილი მეზობლები? გვაქვს თბილი ურთიერთობები. არის რამდენიმე ესეთი ადამიანიც, ვინც ასე ვთქვათ, მეტად ცნობილი არის, ჩვეულებრივი ადამიანები, მაგრამ ყველა ჩემთვის ასე ვთქვათ, ერთნაირად საინტერესო მეზობლები. ჭიქა ჩაიზე თუ ეპატიჟებით ხოლმე? აბა როგორ გითხრათ, მე სახლში არა ვარ დღის განმავლობაში და მაშინ როცა იყავით სახლში? როცა ვიყავი, კი, ხანდახან ასე ვთქვათ, შემოდიოდნენ ხოლმე ხანდახან ჩვენ შევდივართ და ესე. როგორ ფიქრობთ, დაგიჭერენ თქვენი მეზობლები, მოგცემენ ხმას მერის არჩევნებზე? რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ისინი ძალიან კარგად მიცნობენ და ძალიან კარგად იციან მათ ჩემი საზრდოობები, ძალიან კარგად იციან ჩემი მიდგომები და რა თქმა უნდა ეს ეჭვს ქვეშ არ არის. მანამ სანამ ჭიქებში ჩამოასხავთ ჩაის, მინდა გავიხსენოთ თქვენი, ასე ვთქვათ, ექსპერტობის დროინდელი, ეკონომიკის ექსპერტობის დროინდელი განცხადებები ძალიან ხშირად წინა ხელისუფლებას აკრიტიკებდით ხოლმე იმის გამო, რომ არასწორად იყო დათვლილი ქვეყანაში საარსებო მინიმუმი. აკრიტიკებდით იმის გამო, რომ პენსია არ იყო მიახლოებული, საარსებო მინიმუმსაც კი არ შეადგენდა. დღეს თქვენი ვაკრიტიკებდით ასევე სხვა ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საკითხთან მიმართებაში. აქედან გამომდინარე, ასე ვთქვათ, ვიყავით სწორი და ბევრი რაღაცა ჩვენ დავიწყეთ. დავიწყეთ უპრეცედენტო სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამა, გახსოვთ თქვენ სოფლის მეურნეობის წილი, რომელსაც ჩვენ საუბრობდით, რომ ნშპ-ში მხოლოდ 8% იყო, 12%-მდე გაიზარდა და ეს მზარდი ტენდენცია იქნება. დავიწყეთ ძალიან აქტიური რეფორმები ბიზნეს გარემოს გასაჯანსაღებლად და ეს ეხება კონკურენციის შესახებ კანონმდებლობას, ეს ეხება საკუთრების უფლების დარღვევებთან დაკავშირებულ რეაგირებებს და გახსოვთ თქვენ, რასაც ვაკრიტიკებდით, რომ გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში 154 ქვეყნიდან 131 და 117 ადგილებზე ვიყავით შესაბამისად. ამიტომ ეს რეფორმები მოგვიანებით აისახება იმ ინდექსებშიც და გვექნება გაუმჯობესება ამ მდგომარეობისა. მანამ სანამ აისახება, სამზარეულოში ვართ და განგებ კითხეთ ამის შესახებ. 140 ლარია დღეს პენსია. როგორ ფიქრობთ, შეიძლება თუ არა ადამიანმა ამ თანხით თავი ირჩინოს ელემენტარულად? არა, რა თქმა უნდა, ეს ბოლომდე საკმარისი რასაკვირველია არ არის. დღეს პენსიის რაოდენობა საარსებო მინიმუმზე ნაკლებია, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ მოახერხა და გასულ წელს ჯერ 125 ლარამდე, ხოლო შემდეგ 150 ლარამდე გაზარდა პენსია და დროთა განმავლობაში ზრდის ტენდენციაც იქნება, რა თქმა უნდა. ფასები შედარებით დასტაბილურდა, ასევე არ დაგავიწყდეთ და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, ანუ მწყდელუნარიანობასთან დაკავშირებული მომენტი. რა თქმა უნდა, ეს არ გვაძლევს თვით კმაყოფილების საფუძველს და ჩვენ გვინდა რომ უფრო, ასე ვთქვათ, უკეთესი მდგომარეობა გქონდეს ამ თვალსაზრისით, უფრო უზრუნველყოფილი ჩვენი თანამოქალაქეები გვყავდეს, ამიტომ საცხოვრებლად ჯანსაღი გარემოს შექმნა, საარსებო, ასე ვთქვათ, შემწეობებთან ან მინიმუმთან დაკავშირებული საკითხების გაუმჯობესება, საერთოდ დასაქმების ხელშეწყობა და ადამიანების უფრო თვითუზრუნველყოფაზე გადაყვანა, ეს არის მთავარი ამოცანა. ამიტომ ეკონომიკური ზრდა, ბიზნესის მხარდაჭერა, ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება სწორედ იქითკენ არის ორიენტირებული, რომ დროთა განმავლობაში გაუმჯობესდეს მდგომარეობა, მეტი ადამიანი დასაქმდეს და შესაბამისად ამ ადამიანებს მიეცეთ თვითონ თავისი გამომუშავებული თანხებით ოჯახის რჩენის საშუალება. მინისტრობის შემდეგ თუ შეიცვალათ თქვენი ქონებრივი დეკლარაცია მნიშვნელოვნად? არსებითად არ შეცვლა, ვიტყოდი რომ არც გაუმჯობესებულა და არც გაუარესებულა, ანუ შემოსავლების თვალსაზრისით დაახლოებით ესე ვთქვათ ისეთივე შემოსავალი მაქვს, როგორც ადრე მქონდა. დეკლარაცია წარვადგინე, რა თქმა უნდა, როგორც კანონმდებლობით დადგენილი ვადა იყო და ახლაც მომიწევს თანამდებობის დატოვებიდან თუ არ ვცდები ერთი თვის ვადაში. თუმცა საკმაოდ სოლიდურად გამოიყურება თქვენი
დღევანდელი შემოსავალი. Რამდენი გაქვთ ხელფასი, შეგიძლიათ მითხრათ? ეს არის მინისტრის ჩვეულებრივი ხელფასი დანამატთან ერთად, რომელიც 6300 ლარს შეადგენდა, თუმცა იცით თქვენ რომ შემცირდა 5000 ლარამდე და გარდა ამისა, როგორც უნივერსიტეტის პროფესორს დამატებით დაახლოებით 1500 ლარი მაქვს შემოსავალი. ეს შემთხვევით არ მეკითხავს საარსებო მინიმუმი, პენსია, თქვენი შემოსავალი. თუ მომცემთ უფლებას, მინდა რომ ვნახო, რისგან შედგება თქვენი სასურსათო კალათა და ალბათ ყველაზე კარგად ეს მაცივარში გამოჩნდება. თქვენი სასურსათო კალათა. ბატონო, შეგვახედეთ მინისტრის მაცივარში. მინისტრის მეუღლის მაცივარია, ესე შეიძლება ითქვას, ვიდრე მინისტრის. რისგან შედგება, შეგიძლიათ მითხრათ, თქვენი ოჯახის სასურსათო კალათა რისგან შედგება? აქ არის ყველა ძირითადი ესე თქვათ მინიმალურად აუცილებელი რომ რაც ადამიანს ჭირდება პროდუქტები ჩვენს მაცივარში. თქვენი ყველაზე საყვარელი პროდუქტი რომელია აქედან? ჩემთვის ყველაზე საყვარელი პროდუქტი მაინც რძის პროდუქტებია. ძალიან მიყვარს მაწონი, ძალიან მიყვარს ყველი. ხორცეული შემდეგ მოდის ჩემთვის, თევზი მიყვარს ასევე ძალიან. ძირითადად ეს არის. რომ გითხრათ რომ რაღაცა ძალიან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კერძი მაქვს ხო ნამდვილად არა. აი სულ მახსოვს ზამთარში თქვენი სამინისტრო იყო ინიციატორი იმისა, რომ დროებითი თავშესაფარი შექმნილი იყო, ესეთი უმწეო ადამიანებისთვის, თუმცა იქ გარკვეულ პრობლემებსაც ჰქონდა ადგილი, ზოგი უკმაყოფილებას გამოთქვამდა, არ მოწონდა იქ არსებული პირობები. ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროსთან და სხვა სამინისტროებთან ერთად მოვახერხეთ ის, რომ ძალიან სწრაფად გაგვეკეთებინა 240 ადამიანზე ეგრეთ წოდებული კარვების ქალაქი, სადაც ყველაზე აუცილებელი კალორია, რაც არის ადამიანის არსებობისთვის, ეს არის 2000 კალორია. ამ კალორიულობის პროდუქტი მიეღოთ ადამიანებს, ქონოდათ სითბო და ქონოდათ ჯანდაცვის მომსახურება, სამედიცინო სერვისი, რაც ყველაზე მთავარია და აუცილებელია. უკმაყოფილების საფუძველი ნამდვილად არ არის, თუმცა 2-3 ისეთი ადამიანი იყო, რომელიც შეეცადა, ასე თქვათ, იმას, რომ იქ აიმუღრია წყალი სპეციალურად და ასე თქვათ, ადამიანები აიმხედრებინათ, მაგრამ ადამიანების დიდი ნაწილი, ვინც იქ ცხოვრობს, ნამდვილად უკმაყოფილია იმით, რომ დროებით მათ ეს ზამთარი გადავატანინეთ, თუმცა ჩვენი ხელისუფლება უფრო შორს მიდის და ეცით თქვენ რომ გადავწყვეტეთ ჩვენ არა მხოლოდ ესეთი კარვების დროებითი თავშესაფრის, არამედ უფრო სტაციონარულად აშენებული თავშესაფრის მშენებლობა, საპროექტო დოკუმენტაცია ამასთან დაკავშირებით მზად არის, ტერიტორია შერჩეულია და ჩვეულებრივი ერთსართულიანი საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისი, ესე ვთქვათ, ძირითადი ინფრასტრუქტურა იქ ყველაფერი იქნება, თავისი გათბობის სისტემით, თავისი მსველი წერტილებით, სამზარეულოთი და ყველა იმ აუცილებელი მოთხოვნით, რაც მას წაეყენება და სხვა შორის ჯანდაცვის სამინისტრომ შესაბამისი წესიც მოამზადა საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით, რაც პირველად იქნა მიღებული საქართველოს არსებობის ისტორიაში, რომ უსახლკარო ადამიანებს, ეგრეთ წოდებულ მიუსაფარ ადამიანებს აქვთ შესაბამისი თავშესაფარი, შესაბამისი რეგულაციები, რომლის თანახმადაც მუშაობენ ის სამსახურები, რომელთაც მათი მოვლა-პატრონობა ევალებათ. ისე სულ სხვა გემო აქვს მინისტრის მოდუღებულ ჩაის, ძალიან გემრიელია. ეს თქვენ ხართ? ეს მე ვარ. ძალიან გაქვთ 1980 წელი, ანუ ვიყავი 1 წლის. ძალიან გაქვთ კოლკო თქვენ. ეს მე და ჩემი ძმა 85 წელი, ანუ მე ვარ 6 წლის, ჩემი ძმა 5 წლის. თქვენი ძმა იურისტია ხო, პროფესიით როგორც ძმა იურისტია. ეს თქვენ და თქვენი მეუღლე. ეს მე და ჩემი მეუღლე ქორწილის დღეს. ისე მინდა გკითხოთ, გაქვთ ადგილი, სადაც თქვენს მეუღლეს სიყვარული აუხსენით და ყოველთვის როცა იმ ადგილას მოხვდებით ხოლმე, თქვენს მეუღლეს SMS უგზავნით. სად არის ეს ადგილი? არ კითხავთ SMS-ის შინაარს? ადგილი სად არის? არის, რა თქმა უნდა, ეს ადგილი ქობულეთთან ახლოს ზღვისპირას. ეს არის ასევე, ასე ვთქვათ, სტამბოლში გადაღებული სურათი, მე და ჩემი მეუღლე. ეს არის პარიზში გადაღებული. ეს მე ჯერ კიდე როცა ცურვა გამართულა და არ ვიცოდი ის პერიოდი, ახლა რა თქმა უნდა. დამცავი ჟილეტი გაცივით, ხო? ცურვა გამართულა და ეს ბათუმში გადაღებულია. ეს მოტოციკლია? ეს მოტოციკლია, ხის მოტოციკლი. ეს არის ბერლინში გადაღებული სურათი. ვიცი რომ მკაცრად იზრდებოდით, ხო? ძირითადად რაში გამოიხატებოდა თქვენი მშობლების სიმკაცრე? რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველთვის ეს თქვათ დროულად უნდა მისულიყავი სახლში, ყოველთვის დროულად უნდა
მესწავლა გაკვეთილები ყოველთვის ასე ვთქვათ, გარკვეული რეჟიმი და წესრიგი უნდა დამეცვა და ამან თავის გავლენა იქონია იმაში, რომ ასე ვთქვათ, ვისწავლე წესრიგი და დღემდე ვცდილობ, რასაც ვაკეთო მოწესრიგებით. თქვენ მკაცრად ეკცევით თქვენ შვილებს? კი, ვცდილობ, რომ ვიყო მკაცრად. აი, რაში გამოიხატება თქვენი სიმკაცრე? ჯერ ხო პატარები არიან. პატარები არიან, მაგრამ მაინც ასე ვთქვათ, მკაცრად მინდა რომ გარკვეულ საკითხებზე ასე ვთქვათ, მოვექცე იმისათვის, რომ უფრო ასე ვთქვათ, პასუხისმგებლობით იგრძნონ თავი. დიქტატორი ხომ არ ხართ სახლში? არა, დიქტატორი არა ვარ, მე საერთოდ მაინც უფრო დემოკრატიული ბუნების ვარ და ბავშვებთან მიმართების ესე ვარ, მაგრამ სადაც საჭიროა აუცილებლად ვარ მკაცრი. ხო, სულ მახსენდება ხოლმე თქვენი ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელის კონსტანტინე ხმალაძე, თუ არ ვცდები, მისი ასე ვთქვათ დარიგება, როდესაც საკრებულოს წევრები თუ თავმჯდომარეები, რწმუნებულები შეკრიბა კასპში და უთხრა, რომ მეზობლები ვინ ვისთან დადის, ყველაფერი დეტალურად უნდა იცოდეთო. ბევრი ყავთ ასეთი კადრი სამინისტროში? არა, რა თქმა უნდა, ის გამონაკლისი კადრია ესეთი და ასე ვთქვათ, არ არის საერთო პოლიტიკა სამინისტროში და არც არავის არ დაუვალებია მისთვის, რომ ესეთი ტონით ესაუბრა, აქედან გამომდინარე, ასე ვთქვათ, მას რეალობასთან და ჩვენი სამინისტროს პოლიტიკასთან, ასე ვთქვათ, შეხება არ აქვს. ბატონ დავით, ოჯახში თუ გაქვთ საყვარელი ადგილი? ოჯახში საყვარელი ადგილი დატვირთული გარემოებიდან გამომდინარე არის აძინებელი. როცა სახლში გვიან მოვდივარ და ვცდილობ რომ დავისვენო. ახლაც მინდა დაგასვენოთ ჩვენი ასე ვთქვათ ხანგრძლივი სტუმრობისგან, მინდა წარმატებები გისურვოთ არჩევნებზე. წარმატებებს გისურვებთ. და იმედი ვიქონიო, რომ ის ვინც მოვა თქვენ შემცვლელად სამინისტროში ძალიან აქტიურად გააგრძელებს იმ პოლიტიკას, რომელსაც სამინისტრო ატარებს გულისხმობ ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გითხრათ მასპინძლობისთვის. შესანიშნავი მასპინძელი ყოფილხართ. არ არის.